ილია მეორის სამების ტაძარში გადაასვენებენ დღეს. მსვლელობა დაიწყება საპატრიარქოდან 4 საათზე. სამების საკათედრო ტაძარში დილიდან იკრიბებიან მომლოცველები, ასევე სასულიერო პირები. ადგილზე ხატია ჯამალაშვილი მუშაობს და ახლა შემოგვიერთება პირდაპირ ეთერში. ხატია, გისმენთ. ნიცა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ოფიციალურად სამოქალაქო პანაშვიდი დაწყებული არ არის, მრევლის რაოდენობა და ნაკადი არ წყდება დილიდან. აქ მოდიან სხვადასხვა კუთხიდან, სხვადასხვა მრევლის, სხვადასხვა ეპარქიის წარმომადგენლები, რომლებიც ცრემლის გარეშე ვერ საუბრობენ პატრიარქზე, ისინი იხსენებენ სხვადასხვა ეპიზოდებს მათი ცხოვრებიდან, თუ როგორ ჰქონდათ შეხება პატრიარქთან, რა იყო ის მთავარი ფრაზა, რომელიც მათთვის სახელმძღვანელო გახდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში ისინი იხსენებენ პატრიარქის სხვადასხვა ეპისტოლეს, ქადაგებას, იმ ამონარიდებს, რომელიც არის ასეთი მნიშვნელოვანი მართლმადიდებლურ ცხოვრებაში. ასევე ისინი ხაზს უსვამენ პატრიარქის ცხოვრებას, მის კვალს, ღვაწლს მართლმადიდებლურ სამყაროში, ასევე საეკლესიო ცხოვრებაში, საერო ცხოვრებაში და ძალიან უმძიმთ საუბარი პატრიარქის შესახებ წარსულში. აქ ცნობილი არის, რომ დღის მეორე ნახევარში დაახლოებით 4 საათისთვის საპატრიარქოდან დაიწყება მსვლელობა, საიდანაც გადმოასვენებენ პატრიარქს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს და მას შემდეგ, რაც ფეხით მსვლელობა დასრულდება და პროცესია მოუახლოვდება სამების საკათედრო ტაძარს, უკვე ამის შემდეგ მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება სამოქალაქო პანაშვიდზე მოსვლა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისთვის პატივის მიგება. აქ მრევლი კვლავ იკრიბება, აქ იმყოფებიან სხვადასხვა სასულიერო პირები, რომლებიც ასევე საუბრობენ პატრიარქის ღვაწლზე. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ სასულიერო აკადემიის სემინარიის სტუდენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ ცხოვრებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვს უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს პატრიარქს, ასევე სწავლების პროცესში ხშირად იყენებენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სხვადასხვა გამოცდილებას, მის სწავლებებს და ისინი აცხადებენ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე იყო, არის და იქნება მუდმივად საქართველოს სულიერი მამა. პატრიარქი არა მარტო სტუდენტებისთვის, არამედ მთელი ერისთვის მაგალითი იყო, მაგალითს მიცემი ადამიანი იყო. ძალიან ბევრ და ძალიან მრავალ, ასე ვთქვათ, მაგალითებს ვისმენთ ჩვენი ლექტორებისგან, წინათაობისგან. და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მან გვასწავლა ერთობა, ერთიანობა ხალხში, ერში. და სწორედ აი ჩემი ლექტორებიც მის უაღრეს ღვაწლმოსილებაზე საუბრობენ. მისი დამსახურებაა, რომ ჩვენი დედა ეკლესია დღეს მყარად გარს და ღმერთის წყალობით ამ სიმყარეს და ამერთობას გავაგრძელებთ მისი სულის საოხად. დიდი ღვაწლი აქვს საქართველოში ჩადებული და ძალიან განვითარებული, ძალიან განვითარა მართლმადიდებლური ეკლესიები, რწმენა და დიდი იმედი გვაქვს, კი არ მქონდა, მაქვს კიდევაც, იმიტომ რომ მჯერა რომ ის მოგვევლინება ზეციურ ფარველად დარწმუნებული ვარ ამაში და ძალიან ხშირად ვკითხულობ იმ მაქვს მისი დაწერილი ლოცვა, რომელსაც თითქმის ყოველდღე ვკითხულობ. მამაო ჩვენო ღმერთო აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, დიდება და მადლობა შენს, უფლისა ჩვენსა იესო ქრისტის სახელით, მისი მეოხებით და შუამდგომლობით გევევდრებით, გარდმოიხილეს ზეცით მოწყალეო, შეგვინდეთ შეწოდებანი ჩვენი, მოგვეც ძალა ბოროტისა და თქმისა და სიმართლის გზიცვლისა, მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა, დაგვილოცე ოჯახები, შვილები, შვილიშვილები და ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. ვაიმე, შენი ვართ, გვაცხონე ჩვენ. აი კითხვის შედი უსუსურად ვშნობ დღეს თავს, რომ მეტი ვაჟელო, მაგრამ ვიცი რომ გავძლიერდები, გამაძლიერებს ეს ყველაფერი და კიდე ვილოცებთ თვითონ პატრიარქი და პატრიარქი კიდე ზეციური საკვირტო დაგულოცავს და გაგვაძლიერებს ჩვენ. მადლობა უფალს, რომ ესეთი პატრიარქი გვარგუნა. მადლობა უფალს იმისთვის, რომ მის ეპოქალურ პერიოდში დავიბადე და მის ეპოქალურ დროს გავიზარდე და მომეცა საშუალება, რომ მის შეწირულ წირვებს დავსწრებოდი ხშირად და შორიდან მაინც მოფერებულ როგორც შევეცლო და შემეცლო მოპირდეთ. დიდება უფალს და მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მერთმაც აცხობს მის უპირველესად, რა თქმა უნდა, გამოვხატავთ უდიდეს მწუხარებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჩვენი მწყემსის გარდაცვალების გამო. ეს არის უდიდესი სევდა ყოველი ქრისტიანისათვის.
წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, რომელიც აშენდა მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით ელის საქართველოს მამათმთავრის მოსვენებას ჩვენ ვიცით უბრალოდ რომ ამ წამებში სამების ტაძარში თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ კადრები და ნახოთ მიმდინარეობს მზადება ამისათვის ტაძარი ლაგდება შესაბამისი ინვენტარი ყველაფერი არის წესრიგში მოყვანილი თვით ეზოშიც კი რა თქმა უნდა დავინახეთ როგორ სევდიანად მუშაობენ მებაღეები 2 საათზე გაიმართება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის ხდომა და მღვდელმთავრები ერთხმად მიიღებენ გადაწყვეტილებას პირველი თარიღთან დაკავშირებით თუ რომელ დღეს იქნება მისი უწმინდესობის დაკრძალვა და მეორე ადგილთან დაკავშირებით ჩვენ ამ ყველაფერს გავიგებთ სინოდის ხდომის დასრულებისთანავე და საღამოს ამ ყველაფრის შემდეგ შეიძლება ეს იყოს 5 საათი ანოდრო მოგვიანებით უკვე მორწმუნე მრევლი დაელოდება მისი უწმინდესობის უწმინდესი ნეშტის მობრძანებას წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში გლოვა არის მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს საქართველოში გლოვის დღე არის გამოცხადებული ყველა სახელმწიფო შენობაზე არის დროშები დაშვებული და გლოვობს მთელი ქვეყანა ერის სულიერ მამას რომელიც 59 წლის განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში წუქხელ გვიან ღამით გარდაიცვალა ხატია ჯამალაშვილი სამებიდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში